მშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს და მოგესალმებით ტრადიციულად ახალი სპორტის სასახლიდან, სადაც მიმდინარეობს ქართველებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. Მოდი ვთქვათ პირდაპირ ისტორიული მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში, რომელიც სამსახიობაში მიმდინარეობს. ეს არის ხმალი, რაპირა, დაშნა. დღევანდელი დღე ძალიან მაგარი იყო ჩვენთვის. მე აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ უმნიშვნელოვანესი დღე გვაქვს დღე, როცა იქნება მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია და ვიხილავთ ბილიკზე სანდრო ბაზაძეს. თუმცა ეს იქნება ხვალ იქამდე დღეს ძალიან წარმატებული დღე ქონდა მის ძმას ბექა ბაზაძეს, რომელმაც დაიწყო ჯგუფური ეტაპიდან და მიაღწია იმას, რომ შევიდა 64 საუკეთესოს შორის და უკვე ხვა განაგრძობს ბრძოლას უმაღლესი სინჯის მედლისთვის და მე ღრმად მწამს, რომ ბაზაძეები შეძლებენ იმას, რომ ქართულ გულშემატკივარს დაანახონ თუ რა სიძლიერის მოფარიკავეები არიან და ასევე შეძლებენ იმას, რომ საქართველოში დატოვენ უმაღლესი სინჯის მედლები. ბექა, პირველ რიგში მადლობა, სულ ახლახანს დასრულდა შენი ორთაბრძოლა. ამოსუნთქულიც არა გაქვს, მინდა მოგილოცო დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, წარმატებული იყო და მოდი ჯერ შევაფასო დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე ძალიან რთულად დაიწყო, ლაშა სიმართლე გითხრა. არიან სპორტსმენები, რომლებიც ესე მინდა ვთქვა, რომ ჯგუფურ ეტაპს რაღაც ისე ეკიდებიან თითქოს თავარია გავიდე, მაგრამ ჩემი აზრით განწყობაა პირველ რიგში როგორ დაიწყებ ჯგუფურ ეტაპს. მე ყოველთვის ესე მწამდა და ესე უდგები ამ საქმეს. ჯგუფური ეტაპიც ძალიან რთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ჩემპიონატია, ეს არავინ არ ჩამოვა აქ წასაგება და ყველა ბრძოლობს, რომ მოიგოს, რა თქმა უნდა და გავიდეს ჯგუფიდან. რაც დღევანდელ ფარიკაობაში ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ფარიკაობს უკვე და ყველა მისწავლა ფარიკაობა, არის რაღაც ტაქტიკური სისწრაფის მატების გამო და აქედან გამომდინარე, ყველა მოსაგებად იბძვის. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, უკვე ერთი შეხვედრით ნაკლები ვიფარიკავე, გამოვტოვე, რადგან 4 შეხვედრა მოვიგე. სხვა სპორტსმენებმა, ჰონკონგელმა სპორტსმენმა, ვისთანაც მე ვიფარიკავე. ბოლო ორთაბრძოლა. ვისთანაც ვიფარიკავე. ძალიან რთული ორთაბრძოლა. ვერ ვიტყვი, რომ ურთულესი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ 15-იანი ბრძოლა რთულია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოწინააღმდეგემ ტაქტიკა შესაძლოა და შენც მზად უნდა იყო ამისთვის და შენს უნდა შეთავაზო, თორემ თავიდან სხვა სისწრაფით ფარიკაობდა. უფრო ტაქტიკულ მხარეს ვამბობ ამ შემთხვევაში, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის იმარჯვებს და თავარია სერიოზულად მივიღე საქმეს. ძალიან მაგარი იყო, რატო გაუსმე ხაზი იმას, რომ უბრალოდ მაყურებელმაც მინდა იცოდეს, რომ კულა-კულაში მიდიოდა, თავიდან დაწინაურდა, უპირატესობა ჰქონდა სამკულიანი და შესაბამისად აქ მეორე მომენტიც არის ბექა, რომ ალბათ 15-იანი ორთაბრძოლა განსაკუთრებულად გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე წუთში ამოიცნო რას ფარიკაობს მეტად. კი, ზუსტად ეს არის აი ეს ტაქტიკური რას თქვი, ტაქტიკური მხარე. 5-იანში მაგალითად რთულია, შენ ვერ გაიგებ მოწინააღმდეგე რას ფარიკაობს. აი 15-იანში უკვე შენ გრძნობ და ხედავ ის რაილეთს, ეს მაყურებლისთვის ძალიან რთულია თუ ფარიკავი არ ხარ, ამას პირდაპირ ვერ გაიგებ. აქედან გამომდინარე რთული იყო, დარტყმებს მისდევდა მართალია, მაგრამ მივხვდი, მელოდებოდა. აქედან გამომდინარე მე შევცვალე ტაქტიკა და ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კი ბატონო, და შენ აღნიშნე შენთან საუბარში, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ესე სასეირნოდ არავინ არ ჩამოდის და ჩვენ გვესმის, ხო, რა რეაქციებს, როგორ გამოხატავენ მოფარიკავეები თითოეული ქულის აღებას. ლაშა ზოგადად ფარიკაობა იმდენად რთული სპორტის სახეობაა, აქ ეს უფრო გონებრივი სპორტის სახეობა და ძალიან შრომატევადი ფიზიკურად ცალკე უნდა იყო, ამიტომ ძალიან შრომატევადი საქმეა და მე პირადად ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ ამას და არა სხვა სპორტსმენები და როდესაც ამდენ შრომას, ენერგიას ხარჯავ და შენ მოლოდინი გაქვს, რა თქმა უნდა ეს ემოცია ყოველთვის იქნება და ის წაგების დროსაც იბრაზეა, ეს აგრესია ყოველთვის იქნება. ჯერ ვერ გაგიშვებ, მე მინდა გითხრათ, რომ გვანცა ზადიშვილი და ნინა თიბილაშვილი მოვიდნენ დღეს ბექა ბაზაძის საგულშემატკივროდ და თავისთავად ცხადია, მათთან ინტერვიუს ხელიდან ვერ გაუშვებდით. ამიტომ შემოგთავაზებთ მცირე კომენტარს მათთან და შემდეგ უკვე განვაგრძოთ საუბარი ბექასთან.
ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მასპინძლობს ამჟამად ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს. ორგანიზება ნამდვილად ძალიან კარგია და ძალიან დიდი კმაყოფილება გამოიწვია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებში და პოპულარიზაციის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია როგორც ფარიკაობის პოპულარიზაციისთვის საქართველოში, ასევე ზოგადად უცხოელებისთვის საქართველოს გაცნობის კუთხით. ფაქტი, რომ საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე. ჩამოსულია ძალიან ბევრი სტუმარი და აგრეთვე როგორც კომერციული, ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა უცხო ქვეყნებიდან გამომდინარე და რა ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი მიღწევა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მოფარიკავებს, გოგონებსაც და ბიჭებსაც, ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და რავი, დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგებს დავუდებთ. კარგ ფეხზე მოვიდნენ ნინა თიბილაშვილი და გვიან საზადიშვილი, რადგან ბექამ დღეს წარმატებით იასპარეზა, მაგრამ ხვალ უფრო რთული დღე გვექნება. ბექა, ხვალინდელი დღე ყველა, 64 საუკეთესო, ხო, რეალურად ჩვენ გვეწყება ეტაპი, როდესაც შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. 64 საუკეთესო ნიშნავს ხვალ უკვე პირველი 16 საუკეთესო ჩაერთვება. მე ვფიქრობ 64-ში უკვე იქ ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა რომ ოქროს მედლებზე იბრძოლოს, იმიტომ რომ თქვენი თვალითაც ხედავთ თუ რა რთულია 64-ში მოხვდე ფარიკაობაში. ამიტომ რთულია, იმიტომ რომ ყველას აქვს სურვილი და ზოგადად ფარიკაობა ძალიან განვითარდა მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ ამ ხრივაც ძალიან რთული იქნება და საუკეთესო 64 ნამდვილად ხვალ ჩაერთვება და იბრძოლებს მედლებს. კონკურენტებზე აუცილებლად მინდა გკითხო, მოდი ესე ვთქვათ, ვისთან არის სურვებდი ფინალამდე დაპირისპირება? ჩემ ძმასთან. ისე რომ არამე რო იყოს. იმიტომ რომ ყველაზე ტაქტიკურად ძალიან სვალებადი მოფარიკავია აქედან გამომდინარე მასთან. დანარჩენი ხშირ შემთხვევაში მე ნაფარიკავები ვარ ყველასთან, თითქმის აი იმ ტოპ 16-დან და ზოგთან მოგებული, ზოგთან წაგებული, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ადრე რა იყო, მთავარი არის ხვალინდელი დღე. ძალიან დიდი მადლობა ბექა, პრაქტიკულად არ გაცალეთ ამოს თქვა და ამ შანს ხელიდან ვერ გაუშვებდი, გილოცავ დღევანდელი დღის წარმატების დასრულებას და რასაკვირველია ხალ გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას, იმიტომ რომ შენი წარმატება, არა მარტო შენი წარმატება, არამედ მთელი ქვეყნის არის. მადლობა ლაშა, როგორც გიდგახარ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატება. ბექა ბაზაძე იყო ჩვენი დღევანდელი დღიური სტუმარი. მე აქვე მინდა უბრალოდ შემოგთავაზოთ კომენტარები, რომელსაც აკეთებენ თბილისში მყოფი და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მოფარიკავეები. მართლა აღფრთოვანებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებით. აქამდე მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრზე მიმიღია, მაგრამ ის, რაც თბილისშია შექმნილი, სრულიად განსხვავებული და გაცილებით მაღალ დონეზეა. ეს სივრცე მართლაც შთამბეჭდავია. ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა პროფესიონალიზმი და ყურადღება. აქ თავს კომფორტულად გრძნობ. ძალიან კარგად ორგანიზებული ჩემპიონატია უმაღლეს დონეზე. კარგი სივრცე, ახალი განემო, განსხვავებული დეტალები, ინფრასტრუქტურა, რეგლამენტი, ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა ორგანიზება უმაღლეს დონეზეა. აი ასეთი იყო მონაწილეების კომენტარები და არ შემიძლია არ დავეთანხმო, ისე თქვენს გირჩევთ რომ მობრძანდეთ ფარიკაობის დარბაზში, ახალ სპორტის სასახლეში, უფრო სწორედ და თვალი ადევნოთ, ძალიან დინამიურია, ძალიან სანახაობრივია და განსაკუთრებულად ლამაზი არის ნახევარფინალური და ფინალური დაპირისპირებები, როდესაც მთელი დარბაზი ჩაბნელებულია და მხოლოდ მთავარი ბილიკია განათებული, საორგანიზაციო კუთხით უნდა აღინიშნოს ისიც, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დღიურში ხას უსვავთ, გამომდინარე იქიდან რომ ყოველდღიურად კეთდება კომენტარები ქართული მხარის მიერ გაწეულ საორგანიზაციო თემებზე და ამას გვერდს ვერ აუვლით. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქართული მხარე, ასევე უცხოელი სპეციალისტები და ის წარმომადგენლები, რომლებიც იმყოფებიან თბილისში და იმყოფებიან დამკვირვებლების რანგში, ყველა აღნიშნავს ერთხმად, რომ საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. შეგვიძლია ეს კომენტარებიც მოვისმინოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადოს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომელმაც ამ გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზებაში ძალისხმევა ჩადო. რაც აქ ვნახეთ, შესანიშნავი სივრცე, შესაფერისი ატმოსფერო და საოცრად ორგანიზებული ჩემპიონატი. პირველივე დღეებიდან ჩვენ თვალს ვადევნებთ დაძაბულ, დინამიკურ და მეტად საინტერესო ორთაბრძოლებს. ორგანიზებული არის 10-ზე, ესე თუ შეიძლება ითქვას, ამას ადასტურებენ თვითონ სპორტსმენების და მონაწილეების და მათი მომხმარებლებით.
ხვალინდელი დღე არის გახსნის დღე. ვეპატიჟებით სულ ყველას, ვისაც სურვილია გახსნაზე რომ მოვიდეს, ესევე გრანდიოზული გახსნა იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მე გემშვიდობებით და აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა თბილისში და ეპიცენტრი ბუნებრივია იქნება თბილისის ახალი სპორტის სასახლე. აქ 6 საათზე დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისაზე იმოცერემონია და იქამდე დაიწყება ორთაბრძოლები და ბილიკზე გამოვლენ ფაზაძეები, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად, ან თუ ელოდებით ხოლმე ჩვენ დღიურს, იქამდე მობრძანდით თბილისის სპორტის სასახლეში, ახალ სპორტის სასახლეში და დაესწარით ამ მართლაც ძალიან მაგარ სანახაობას, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ხვალ ქართველი მოფარიკავეები ხვალინდელ დღეს მედლით დაასრულებენ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვიყურეთ, გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ბრძანდებოდეთ.